სხვადასხვა ფორმულა არის ამ ბოლო დღეებში ოპოზიციიდან. გამარჯვების ფორმულას ზოგი ხედავს, რომ სრული ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს, თუმცა გახარიას შემდეგ ოპოზიციიდან წამოვიდა ლელოს ინიციატივა, რომ უნდა დაიწყოს დისკუსია იმაზე, რომ ჩაერთვნენ პარტიები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ გზებს? ამაზე ხშირად ვაქვს ნასაუბრები. ეს გზა რო განგეხილა, ჩემი აზრით ამაზე გაცილებით უფრო მეტად დიდი ხნით ადრე უნდა ყოფილიყო საუბარი, თუ ამ საუბრით რაიმეს ისეც გინდა მიაღწიო, რამაც საჩოულია შედეგი დადოს. ახლა არჩევნებზე შედეგი დადო, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი, ამისათვის თქვენს გადაცემაშიც უკვე ბუკლეტებით უნდა ვიყო მოსული, რაც კვირდებით უნდა ვიყო მოსული და ბიუჯეტი უნდა გქონდეს გაწერილი მთელი საარჩევნო კამპანიის, ხალხი უნდა ყავდეს ნაპოვნი და სასწაული უნდა ხდებოდეს. რამოდენიმე პროდიუსერად ამირეკა ამას წინათ, თბილისში ხო ხარო ესე დაიწყო საუბარი. ამით მივხვდი, რომ რავი უამრავი ადამიანი უკვე თბილისშიც აღარ არის თქვათ და საარჩევნო კამპანიის კლასიკური ჩატარება შეიძლება მოგიწიოს დედაქალაქში, რავი 5 სექტემბრიდან არჩევნები არის ოქტომბრის დასაწყისში. ამიტომ წმინდად ეს პრაგმატული პასუხები რაც არსებობს ხოლმე არჩევნთა მიმართებაში, გაბათილებული ხდება, როცა ფიზიკურად არც ის რაღაც გაერთიანებული პოლიტიკური კანდიდატი არ ჩანს. და ფიზიკურად დროსთან მიმართებაში უცნაურია. მეორე რიგში არის ბოიკოტის საკითხი, ბოიკოტის თემა, რომ დარჩეს ისე როგორც ახლა არის სტატუს კო, იდეაში ოპოზიციური. ამ შემთხვევაშიც მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანს უნდათ ცვლილება, ხო ოპოზიციურ ადამიანს მაგას ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ცვლილება. ცვლილებისკენ მისასვლელი გზა რა იქნება, ამაზე არ არსებობს კაფეო პასუხი. თავარი პრობლემა არის დროის სამბავი, ბოიკოტის ნაწილშიც, რაც დიდხანს ჩები ბოიკოტში. და ცვლილებები არ ხდება, შემდეგ რაღაცნაირად სხვა ქვეყნის წარმომადგენლები რაღაცა ფორმის ურთიერთობას სახელმწიფოებთან იწყებენ, იმიტომ რომ სახელმწიფოები ბუნებით უფრო გვადან ერთმანეთს, ვიდრე სახელმწიფო გავს ადამიანს. გავა რაღაცა, მიღა ჩაწერი რაღაცა ხანმოვანლოცვა იქნება, მე რაღაცა ფორმატში შეხვედრები იქნება და ნელ-ნელა ეს პოლიტიკაც რაღაცნაირად არ ესახება ადამიანს გამოსავალად, ხო, მაგიტომ აღარ არის იმდენი ადამიანი ჩართული, რამდენიც იყო წლის დასაწყისში ან წინა წლის ბოლოს. ამიტომ ახლა არის სერიოზული პოლიტიკური ჩიხი, აქ ყველა პარტია გადაწყვეტავს თვითონ რა ფორმატით გადაურჩეს არსებულ ციკლს. ზოგიერთი პარტიისთვის ეს იქნება, რომ თქვა იმის გამო, რომ დიდად რესურსებიც არც აქვთ, ახლა არჩევნებზე გავიდრე, ბოიკოტის რეჟიმით შეეგებდონ ახლა რაღაცნაირად პოლიტიკურ ციკლს და ეს იყო მისი თავი განმოსხვავებელი და თქვა პარტიები, ისეთ პარტია როგორც თქვა ლელოა, რომელსაც დიდი პარტიული სტრუქტურა აქვს და ყოველთვის ამბიცია აქვს დიდი პარტია იყოს. ფინანსებიც არ უჭერს. მისთვის ეს პარტიული აპარატი შეინარჩუნოს, ალბათ მეტად პრიორიტეტული არის. გარდა ამისა არის გახარიას პარტია, რომელსაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცოტა ფული დაუჭდა თითო ხმა ოპოზიციაში. და შესაბამისად მისთვისაც არჩევნები უფრო მეტად რაღაცის მომტანია, ვიდრე საერთო სულისკვეთებისთვის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის არ არსებობს საერთო სულისკვეთება, ან საერთო ბოიკოტი უნდა იყოს, ან საერთო გასვლა. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მივიღეთ ის ფორმა არჩევნების მიმართებაში, რაც ყველაზე ნაკლებად აწყობს ჩემი აზრით ოპოზიციას და ყველაზე მეტად აწყობს ხელისუფლებას.